დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. წინა ბლოკი ძალიან ემოციური. ძალიან ემოციური შიგადაშიგ მეტირებოდა. მოდი ახლა წარვადგინოთ შემდეგი თემა. 5-6 ივნის ჯინო პარადაისში გაიმართება 2 დღიანი ღონისძიება DPM Summer Beats. სადაც ჩამოყავთ ორი არაჩვეულებრივი და ასევე ძალიან ცნობილი მუსიკოსი და DJ, მუსიკოსი დანტე და DJ ფონიკი. წარვადგენს სტუმრებს ჩვენთან არიან გიორგი თორაძე, DPM-ის კომპანია DPM-ის წარმომადგენელი და ასევე მუსიკალური პროდიუსერი და თიკა ბალანჩინი მომღერალი. მოგესალმებით. დიდი მოგესალმებით და დავიწყოთ კითხვით. რა გველოდება? რატო დანტე და ფონიკი? ჯერ მაქედან და ეს გაინტერესებს პირველ რიგში. ეს ელენის თემაა. ხო, ეს ელექტრონული მუსიკა არის მისი სუსტი წერტილი. ფონიკი და დანტე რაღაცა არ ვიცი, მე ჩამორჩი თუ რა ხდება, მაგრამ დღესდღეობით ისეთივე აქტუალურები მე მგონი აღარ არიან როგორც ადრე იყვნენ რამოდენიმე წლის წინ. ფონიკი ძალიან აქტუალური იქნება მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება იქნება კი. ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის მისი მსმენელი მეც გახლავართ და ძალიან გამიხარდა ეს აქედან გამომდინარე პერიოდულად, ეხლა არა მარტო, ანუ შემდეგშიც პერიოდულად ყოველ 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ კარგი იქნება, რომ თუ ჩვენ არა სხვა მაინც ჩამოიყვანოს ფონიკი. ამჯერად ეს დიდი პატივი ჩვენ გვერგო. როგორ მოხდა ეს შეთანხმება, როგორ დაუკავშირდით, რთული იყო თუ არა მათი დათანხმება? მე რა მაინტერესებს ხოლმე სულ რაიმე კონკრეტული ესეთი მოთხოვნები აქვს, რაც უნდა შეასრულოს კომპანია. რაიდერში ხო, აი და რაწერია ერთ-ერთი მოთხოვნა ყველაზე აქტუალური, რომელიც არის, ეს არის ვეგეტარიანელი. და ყველგან უნდა მიუთითოთ, რომ არის ვეგეტარიანელი, ეს თვითმფრინავის ბილეთიდან დაწყებული ყველგან უნდა იყოს ეს მითები. ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის მისი. ну შემდეგი მთავარი მოთხოვნა არის რომ მინიმუმ უნდა იყოს რაღაც რაოდენობა ადამიანების წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამკაცი არ და ანუ აუდიტორია და დარბაზი უნდა იყოს გაწეული კონკრეტულ რაღაც რაოდენობა თვითონ ადგილი სადაც ტარდება ლოკაციას რამდენად აქცევენ ყურადღებას არტისტები ამ შემთხვევაში ვინ ჩამოდის ფონიკი და ზაკრა არის ჩემს ელექტრონული მუსიკა შედიან ძალიან ცუდი მე ახალია იცი რა 5-6 ივნის დაირღვევა ეს და წამოვალ და დაინტერესდები. აქვს მნიშვნელობა აქცევენ ყურადღებას უცხოელი არტისტები ლოკაცია სადაც ტარდება. კი, რა თქმა უნდა, ლოკაციას როგორ არ უნდა მიაქციო ყურადღება, სადაც გამოდიხარ და სადაც ну ის სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ზოგს პირიქით მოწონს ძალიან განათებული, ლამაზი ნათელი ფერებით, ზოგს ისეთი მიმდინარეობა აქვს, რომ პირიქით ძალიან ჩაბნელებული და გააჩნია ჯინო პარადაისში როგორი გარემო იქნება? ჯინო პარადაისში ახლა კეთდება ლოკაცია ამ პერიოდში. ანუ საგანგებოდ მზადდება ამ ეს არასდროს ეს ლოკაცია არასდროს არ ყოფილა, იქნება ზღვასთან ახლოს, დაბლა, პლაჟები იყო ადრე მანდ პლაჟების მაგივრად იქნება, ძალიან დიდი რაოდენობა ეტევა ადამიანების, სავარაუდოდ 5-6 კაცი ეტევა დაბლა და პლუს ელოდებით. გააქვთ გარანტია იმისა, რომ თქვა 5-6 ადამიანი მოვა. ნამდვილად შეიკრიბება. გარანტია ამის ზოგადად არ არსებობს. მოლოდინი იქიდან გამომდინარე რომ არტისტები არიან ძალიან ცნობილები და ძალიან წარმატებულები და ძალიან უყვართ საქართველოში, ისინი ყოველთვის გაიყიდებიან. და ალბათ ასევე ბილეთის ფასიც მიმზიდველი უნდა იყოს, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. შეგიძლიათ გითხრათ, სად უნდა შეიძინონ რა ღირს ბილეთი და ასე შემდეგ. ბილეთის ფასი არის 25 ლარი თითო დღეზე, 2 დღეზე 2 დღიანი ბილეთები გვაქვს, ჩვენ უფრო აქცენტი გვაქვს 2 დღიან ბილეთებზე, ანუ 40 ლარად, ანუ 20 ლარი გამოდის ბილეთი. და ანუ იმის გამო გავაკეთეთ ზუსტად 25 ლარად თითო ბილეთი, რომ 40 ლარი ყოფილიყო 2 დღიანი, იმიტომ რომ 2 დღიანი ორივე დღეს გვინდა რომ დაესწროს მსმენელი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ეხლა ინტერნეტ საიტებზე, ანუ ბილეთი.წერტილი.ზე, ანუ კიდე იქნება რაღაც პორტალებზე და რაღაც ლოკაციები იქნება უახლოეს მომავალში, სადაც იქნება შესაძლებელი შეიძინონ ბილეთები. გიორგი, რაღაც უცებ ესე წარმოვიდგინე ჯინო პარადაისი და საცურაო კოსტუმი ჩავთვალე, რომ საცურაო კოსტუმით უნდა მოვიდე და მაყურებელს ვუთხრათ, გაითვალისწინო. დრეს-კოდი აქვს იქ ბილეთს დაწერილი და საცურაო კოსტუმით სავარაუდოდ ანუ არ შემოგიშვებენ. სამწუხაროდ. ნუ ის შიგნიდან თუ აცვეთ, არის თქვა იმის შანსი, რომ მოუნდათ ბასეინში საცურაო აუზში იქ არ არის ბასეინი, იქ არის მოშორებით არის საცურაო აუზიდან. კი, ანუ იქ მაღლა ეხა ხო არ გავაკონტროლებთ ამ ხელო ტერიტორიას. ჯინო პარკი მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან დიდი. და მთელ ტერიტორიაზე არ ექნება უფლება რა თქმა უნდა შესვლის, იმიტომ რომ იქ როგორც შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც უნდა უბრალოდ გაერთოს, შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც უნდა რომ ამე გააფუჭოს და იქ რამდენად ითვალისწინებთ ასაკს, ანუ იქნება ასაკის რაღაცა ზღვარი, ხო შენ გიყვარს ეგ კითხვა სხვათა იმიტომ რომ ყოველთვის ბილეთიც რომ იყიდონ, რომელ კამერაში ვარ? აი ყველა კამერა ბილეთიც რომ იყიდონ 18 წელზე ნაკლებ
ასაკს თუ შეატყობს იქ ადამიანი შეატყობს უნდა ქონდეს პირადობა 18 წელზე ნაკლების თუ იქნება ადამიანი ფიზიკურად ვერ მოხდება ბილეთიც რომ ქონდეს თავარია რომ ეს გაკონტროლდეს რეალურად ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება სადაც ვამბობთ რომ 18 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან თუმცა ამის ხდება ესე იგი ბუნებრივია რომ ეს საჭიროა და ამის გაკონტროლება უფრო მნიშვნელოვანია ეს არის ძალიან დიდი პრობლემა როგორ მე იცი რა ჩვენი სვენელი არ ძალიან პატარა ასაკის ან 18 20 ეხლა რაღაცა უნდა მეთქვა არ შეიძლება თქვა ხო შეიძლება ბევრი ახალგაზრდა არსებობს 18 წლის ან შეიძლება ნაკლები ვისაც ძალიან უყვარს ფონიკიც და დანდეც უბრალოდ კონტროლი რომ მოხდეს სასმელებზე აი სასმლის ყიდვის შემთხვევაში ეს უკვე წარმოუდგენელია, როდესაც ამდენი ადამიანი ესწრება ღონისძიებას. ხო, ყოფილხარ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. არც ერთ ღონისძიებას. და იქ შეტევა რო ხდება ბარზე, იქ ბარმენმა ის როგორ უნდა გააკონტროლოს. არა, ჯობია შესასრულში იყოს ეს ეიჯ კონტროლი და 18 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან, შეგვიძლია კატეგორიულად თქვა. თიკასთან. თიკა როგორ მონაწილეობას მიიღებს, მოხდება თქვა უცხოელ არტისტებთან კოლაბორაცია თუ შემდეგ ცალკე შეასრულებს? არა, მე ვიქნები ცალკე შევასრულებ ამ სიმღერას. DJ-ს თანხლებით? ხო, სავარაუდოდ DJ-ს თანხლებით. ეს რამე კონკრეტული არსებული სიმღერა არის შენი თუ რაღაც cover version არის რომელიმე სიმღერის? არა, cover version არ არის, ანუ დაწერილია ეს სიმღერა, ანუ პირველად მე ვიმღერებ წესით, მაგრამ ჩემი დაწერილი არ არის. ეს ერთ კომპოზიციაზეა საუბარი თუ რაიმე ერთ პროგრამა? ჩემი დაწერილი. ხო. სავარაუდოდ მოვისმენთ, ხო? სპეციალურად დაიწერა Summer Beats-ისთვის, Summer Beats ქვია პროექტს და ექსკლუზივი იქნება დღეს GDS-ზე. ძალიან კარგი. და არ იქნება სრული ვერსია, იმიტომ რომ სრული ვერსია იქნება წარმოდგენილი 5 ივნის, როცა დაუკრავ მეს და იმღერებს თიკაც გახსნები. გიორგი, მე მაინტერესებს რა საკურველია შემსრულებლის გვარი, ისე არ მახსოვს. დანტე. 5-6 გასაგებია რომ ეთმობა ამ შემსრულებლებს. სამომავლოდ რა გეგმები გვაქვს, რა ტიპის შემსრულებლების ჩამოყვანა იგეგმება, და როგორ რას გეგმავთ? რამდენად აქტიური იქნება Summer Beats-ი? Summer Beats-ი ზოგადად იქნება აქტიური, იქიდან აქტიურიც, აქტუალურიც, საინტერესოც და დამაინტრიგებელიც სამომავლოდ დიდ არტისტებსაც ვაპირებთ, უფრო ფონიკი დიდი არტისტია იდეაში, მაგრამ დღევანდელ დღეს კომერციულ არტისტებსაც ვაპირებთ. ისეთები როგორიც არის? ისეთები როგორიც არის. იცი რა, მე მგონი ვასახელებთ უკვე ზირთად სამომავლო გეგმებზე ესე არ საუბრობენ ხოლმე და შეგვიძლია დავასახელოთ. მე საერთოდ ვიტყვი არტისტებს, რომლებზეც დღეს მიდის მოლაპარაკებები. ხო, რა გამოვა ეს არავინ იცის. კონკრეტულად ეს არის გრამატიკი, რომელიც ძალიან უნდა საქართველოს მოსახლეობას. და საკუთარ განსაკუთრებულ. ერთ-ერთი არტისტი, ნუ ყველაზე ჩემი ფავორიტი. ყველაზე სასურველი Route 94 My Love track ყველა ვიცით და სტერეო ექსპრესი არის ჩემი პარტნიორების მოთხოვნა. მე იცი რა მაინტერესებს, ეხლა შენ თქვი ჩემი. ანუ შენ მარტო შენს გემოვნებით. თქვი ზუსტად რომ სტერეო ექსპრესი არის ჩემი პარტნიორების და საქართველოს საზოგადოების მოთხოვნა და აქედან გამომდინარე სტერეო ექსპრესაც ვაპირებთ. საერთოდ აქ არ არის რაღაც ბევრი არტისტი არ არის რომელიც მოწონთ. ძალიან ცოტას იცნობენ და ის ძალიან ცოტა არტისტების. ხო, ალბათ პრობლემაც ის არის რომ იცნობენ ცოტას. კი. იცი სხვადასხვა ვერ დაგეთანხმები მაგაში. იმიტომ რომ და დღესდღეობით ძალიან ფართო აუდიტორია ყავს ამ მიმართულებას ელექტრონულ მუსიკას. ხო, თუმცა ერთეულებია ვისაც კარგად ქართველი მსმენელი ამას გულისხმობს გიორგი მე მგონი. ჟანრი არის ერთი ჟანრი არის და არტისტები რომლებიც ამ ჟანრში მოღვაწეობენ არიან ძალიან ცოტა. ის ჟანრი რომელიც აქ არ არის საერთოდ პოპულარული, დღეს მთელ მსოფლიოში არის პოპულარული და აქედან გამომდინარე, ანუ ერთის მხრივ ადვილია ის არტისტები რომლებიც აქ ძალიან პოპულარულები არიან, ღირს ძალიან იაფი იმათ ჩამოყვანა. თუმცა ანუ ის არტისტები რომლებიც სოფლიოში კომერციულები არიან და პოპულარულები, იმათი ჩამოყვანა აქ რას გვაძლევს ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იქნება ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ერევანში ჩატარდა ახლა System of Down-ის კონცერტი, ვიცით რომ ძალიან დიდი რაოდენობა ესწრებოდა, ხო? ნამდვილად. საქართველოსდან. თითქმის ყველა ჩემი მეგობარი იყო იქ. ჩემი მხრიდანაც კი. აქედან გამომდინარე რეგიონში უნდა იყოს ძლიერი. მეზობელი ქვეყნებიდან? ელოდებით ისე მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრებს. ეხა? დიახ.
დიდათ ოპტიმალურად არ ვარ განწყობა. ეს არტისტები არ არიან ისეთი დონის არტისტები, რომ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოვიდეს ადამიანი, ჩემი აზრით. შეგვიძლია უფრო დეტალურად და ამომწურავად ვისაუბროთ, თუნდაც დანტეს და ფონიკის შესახებ. იმ ადამიანებისთვის დავიმახრო უკვე იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად არ ვიცნობთ მათ შემოქმედებას, ვინც იცნობს, გავახსენოთ და გავახსენებთ. ფონიკის რომელი ჩემი საყვარელი ტრეკი რომელი აქვს ფონიქს თუ დანტეს რა მიმართულება რას ქმნიან როგორი მუსიკას და ასე შემდეგ დანტეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ტრეკი რომელიც არ მომწონს მე next to you მომწონს მე დანტესი მეტი რადიკალურად განსხვავებული ჟანრი არის დანტეს აბსოლუტურად სხვა მიმართულება აქვს და ფონიქს სხვა მიმართულება აქვს კი ერთი არის უფრო ელექტრონიკაში მეორე არის უფრო დიფია ჰაუსი და აქედან გამომდინარე არის იმიტომაც დაყოფილი ორ დღეზე მე მგონი ყველა ინტერესის ადამიანს დააკმაყოფილებს ასე ვთქვა ერთი მიმართულება არის ვისაც მოწონს თქვა ეს მიმართულება მეორე არის ვისაც მოწონს ის მიმართულება აქედან გამომდინარე ორივე დღეს მოვლენდა რაც შეეხება პროგრამას რამხელა პროგრამით ჩამოდიან საათნახევარი 2 საათი ეს პროგრამა წინასწარ არის მკაცრად გაწერილი და შეთანხმებული. საერთოდ ზოგადად წერია იქ რომ პროგრამაში არის საათნახევარი მინიმუმ და მაქსიმუმი არის 2 საათი. კი ბატონო. და იქ წერია ასევე რომ თუ არტისტს მოუნდება რომ გააგრძელოს დაკვრა, თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ის ჩამოიყვანათ. აჰა. რა თქმა უნდა არ ჩამოვიყვანთ. რა თქმა უნდა არ ჩამოვიყვანთ. განსაზღვრული პროგრამის შემდეგ მას თუ გაუჩნდეს ორველი გააგრძელოს. აუდიტორია თუ მოეწონა და თუ ასე რომ თქვა იკაიფა. გახურდა. იცი რა, ალბათ მოეწონება იმ შემთხვევაში თუ აუდიტორია და მსმენელი წაყვება მას, რაც ჩვენ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე მსგავს ღონისძიებებს. და მე კიდე ერთი რამ მაინტერესებს, არ ვიცი, DJ-ს სენიარი არ უყვართ ხოლმე, როდესაც მიდიან და ითქვათ უკვე თავენ, ესეთ უხეშად რო თქვა, სიმღერას. მსგავსი რომ ხდება კიდე რო ეს შოუ. ეს აღარ არსებობს, მაგრამ აი თქვათ ფონიკის შემთხვევაში, აი რითაც გაითქვა სახელი, წერია პროგრამაში რომ ამას თქვენი მოთხოვნა იყო რომ აუცილებლად დაუყრას ის მოთხოვნა ვერ იქნა ან თხოვნა იყო რომ უბრალოდ მსმენელს ძალიან გამორჩეულად უყვარს ეს კომპოზიცია მაგით არის ცნობილი ჩვენ სახელი აღარ მახსოვს რომელი მელოდია ხო არ გახსოვს და წაიმღერებდი პაპამ დამავიყო მინიშნე კი ახო აი ზუსტად feel love რაღაცა გოგო ცეკოს კლიპში აღარ მახსოვს ქართულ შემსრულებლებსაც რომ გავამახვილოთ ყურადღება თიკა გასაგებია კიდევ სხვა იქნება პირველ დღეს ნიკი ასოევი ანუ warm-up-ის შემთხვევაში warm-up-ის გაკეთებენ ქართველი ნიკი ასოევი ხუთში დავუკრავთ მე და ნიკა გელაშვილი DJ ნიკა ასევე იქნება თიკა ბალანჩინი და ну სავარაუდოდ სხვა ისეთი სურპრიზი განსაკუთრებული კიდე არ იქნება ამ საღამოს. ну დანტე თავისთავად იქაც იქნება. ხო. და რაც შეეხება 6 რიცხვს მომაგრება. აი აქ ძალიან ბევრს ფიქრობ. ჯერ არ გადამწყვეტია. მე მაბარია ეს საკითხი და ჯერ ვერაფრით ვერ გადავწყვეტი ამ საკითხის. მოგვარება. მე მაინტერესებს 5-6 ივნისის შემდგომ შემდეგი ივენთი, როდის უნდა ველოდოთ? ივლისის ბოლოს სავარაუდოდ, იმიტომ რომ მანამდე ბევრი დიდი ივენთი არის უკვე წინასწარ დაგეგმილი და რა თქმა უნდა ლოკაციასაც შეცვლით ალბათ. არა. სავარაუდოდ კი არა და ну დიდი შანსი არის 90% იმ ლოკაციაზე გავაგრძელებთ ჩვენ. ანუ აქტიური ზაფხული გველოდება. ძალიან. ჩვენ ნატოის გადაგხვდები რომ ჩავერთოთ ამ პროცესში. გადავეშვით ელექტრონული მუსიკის სამყაროში და სამყაროში. და მეგობრი დადგა ექსკლუზივის დროც, არა? შეგვისრულოთ. რომელსაც კიდე ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ეს არის უბრალოდ GDS-თვის გაკეთებული ვერსია და სრულ ვერსიას მოისმენს საზოგადოება და დამთავრებულს უკვე 5 ივნისს. ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება. ესეც ელექტრონული მუსიკით ჩვენი დაინტერესების დღე. ამასობაში ჩვენ მუსიკალური ნომრის შემდეგ დავამშვიდობებით სულ ცოტა ხნით მაყურებელს, იმიტომ რომ რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ რა გელოდებათ 10 მაისს ღიაცის ქვეშ მოხალისეების შემოგვესევიან ასე ვთქვათ და დაგველოდეთ მანამდე მუსიკალური ნომერი. Keep sending heat, but you never show. You make me feel so low. But the summer is on its way.
shines and I keep smiling. The heat of the beach, my tones and the sands makes me believe. You left me at night, I survived it. Believing in love is how we'll find it. This summer beats. რატო დამტოვეთ? არ უნდა დავთავრებულიყო, არ უნდა დაელენეს რომ დავთავრებულიყო. დიდი მადლობა. სრული ვერსია 5-6. კი, ნამდვილად. დაგველოდეთ არ გადაართოთ ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდგომ.